დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქართველი პოლიტიკოსების ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, რომ მათი თანაგუნდელები ამერიკაში მიწვევით იმყოფებიან. მმართველ გუნდში კი ოპოზიციის ინაუგურაციაზე დასწრება არასერიოზულად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატებისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები ამერიკაშიც იციან და ახსოვთ. ის რომ ეს რეჟიმი არ არის არავის მეგობარი ვაშინგტონში, ჩვენ დავინახეთ ძალიან კარგად, როდესაც აი მნიშვნელოვან პოლიტიკურ კვირაში ვაშინგტონში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმს წარმოადგენს, თუმცა წარმოდგენილი იყვნენ ჩემი თანაპარტიელები, წარმოდგენილი იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სხვა ოპოზიციური გაერთიანებების წევრები. ჩვენი ამოცანა არის, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იყოს განსაზღვრული საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა რუსეთის მიერ ამ სახელმწიფოში თანთქვის პროცესისგან, რომელშიც დაიწყო ბიზნესა ივანიშვილმა. ოპოზიციის ვიზიტი ამერიკაში იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, რომელიც არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და ასეც მოიხსენიებენ მას. ოპოზიციამ შეძლო ის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ამერიკელ კონგრესმენებთან ჰქონდათ დიალოგი, ჰქონდათ საუბარი, რომელიც აძლიერებს ცხადი ოპოზიციის პოზიციებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, იმიტომ რომ ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. ეხლა დანარჩენებს რაც შეეხება ხო, ცოტა უფრო მეტ სერიოზულობას ვისურვებდი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, სიცრუის ტირაჟირება და არარსებული აღქმების შექმნის მცდელობა საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ძალიან კარგად ხედავს, თუ რა ვითარებაში დაესწრნენ ეს ადამიანები ინაუგურაციას, თუ კი ამას დასწრება შეიძლება საერთოდ დავარქვათ. და რაც მთავარი არის, ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ წარმოაჩინონ თავი, თითქოს და ისინი რაღაცა კავშირში არიან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ოპოზიციის ვითომდა ინაუგურაციაზე დასწრების მიზანი იყო ის, რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის თითქოს ტრამპი ფიც არ დადებდა ოპოზიციის ყოფნის გარეშე, თუმცა ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილი კაპიტოლიუმის ფოიეში, ვიხილეთ დანარჩენი ოპოზიციონერები ქუჩაში, რომლებიც თბილად იყვნენ ჩაცმულები და ასევე ვიხილეთ ვაშაძე, რომელიც კალადურსის დარბაზში უყურებდა ინაუგურაციას. ასევე გვახსოვს 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი, რომელიღაცა ბუჩქთან ასევე პოზიორობდა ტრამპის პირველი ინაუგურაციის დროს, რაც თქმა უნდა ეს ფოტოები, სელფები და ასე შემდეგ არის ერთ-ერთი რამეზე გათვლილი, რომ საკუთარ მხარდამჭერებს დაუდასტურონ, რომ ისინი გარკვეულ მხარდაჭერას ფლობენ თითქოს ახალი ადმინისტრაციისგან, რაც რა თქმა უნდა არის ტყუილი. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით კომუნიკაციის დაწყებას ახალ ადმინისტრაციასთან და რა თქმა უნდა იქ კარგად გამოჩნდება რა დამოკიდებულება აქვს ამერიკას საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან